ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკას სამი კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი შედეგები ასე ნაწილდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 0.22%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 91.5 გირვანკა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 4.5 მილიარდი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 35.36%-ით გაიზარდა. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 0.97%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 40 გირვანკა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 200 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 11.80%-ით შემცირდა. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 4.56%-ით გაიზარდა. ერთი აქცია 29.8 გირვანკა სტერლინგი ღირს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.380 მილიონი გირვანკა სტერლინგია. ბოლო 6 თვეში მათი აქციების ფასი 58%-ით არის გაზრდილი. 2026 წელს საქართველოს მთავრობა აიღებს 3 მილიარდ 260 მილიონი ლარის საგარეო ვალს და დაფარავს 3 მილიარდ 640 მილიონი ლარის საგარეო კრედიტებს. აქედან 2 მილიარდ 870 მილიონი ლარი არის ვალის ძირი, ხოლო 768 მილიონი ლარი ამ ვალების პროცენტი. ვალდებულებების დაფარვიდან ყველაზე დიდი თანხა 1 მილიარდ 350 მილიონი ლარი 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონ დოლარიანი ევრობონდების რეფინანსირებაზე დაიხარჯება. ევრობონდის მომსახურების შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც მთავრობა მომდევნო წელს 619 მილიონი ლარის ვალს გადაიხდის, საიდანაც 376 მილიონი ლარი ძირი, 254 მილიონი ლარი კი პროცენტი იქნება. მესამე პოზიციას 595 მილიონი ლარით აზიის განვითარების ბანკი იკავებს. ენერგეტიკულ უწყებებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას. ეს საზოგადოებრივი მეუწყებლის ეთერში ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს ამ ოპტიმიზაციის შედეგად, რაც მეტწილად საკადრო ოპტიმიზაციით არის განპირობებული. რა ფერის უნდა იყოს შენობის სახურავი, როგორი უნდა იყოს სახლის ღობე და რა მასალით უნდა მოპირკეთდეს ნაგებობა. მთავრობა მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შენობების ფასადების ესთეტიურ მახასიათებლებს დაადგენს. შესაბამისი მოთხოვნები უკვე მზად არის და მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მშენებლობის ნებართვის აღება. თბილისის გენერალური გეგმის ავტორი იზიარებს მოსაზრებას, რომ შენობების იერსახე მოსაწესრიგებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ შენობების ფასადების სტანდარტები მხოლოდ ზოგადი სარეკომენდაციო ხასიათის უნდა იყოს და ის არ უნდა ზღუდავდეს და ჩარჩოებში არ უნდა აქცევდეს არქიტექტორს, რომელიც პროექტზე მუშაობს. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს შუა დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ასინქრონშია. BMGTV-ს გადაცემა რედაქტორში სტუმრობისას პაატა ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მარშრუტის ქვეყნები თავის მონაკვეთებზე სატრანსპორტო და ყველა სხვა სახის ინფრასტრუქტურას სინქრონულად ავითარებდნენ. მისივე თქმით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და აზერბაიჯანში წარმოების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება და გადაზიდვების გააქტიურება შეინიშნება. ვითარებაში კი საქართველოს არ უნდა ჩამორჩეს ცვლილებების იმ ტალღას, რომელიც ამ ქვეყნებში მიმდინარეობს. რედაქტორის კითხვაზე, რამდენად რეალისტურია ეკონომიკის მინისტრის მიერ გაცხადებული საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2022 წლამდე 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება და რომელ პროექტებზე უნდა მიემართოს ეს თანხა, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კონკრეტულ პროექტებში ფინანსური რესურსების განხორციელების საჭიროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე დაანონსა, 10 წლის წინას ჟღერდებოდა. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თანხების საბორნე და საკონტეინერო ხაზების რაოდენობის გაზრდაში, სავაგონე პარკის მოწესრიგებასა და ლოგისტიკური ცენტრების მოწყობაში უნდა ჩაიდოს. კასკადური ტიპის სტორი ჰესის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. მისი დადგმული სიმძლავრე 47.6 მეგავატი-წლიური გამომუშავება კი 208 მილიონი კილოვატ-საათი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ოცნების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი კახეთში ჰიდროელექტროსადგურის სტორი ჰესისა და ელექტროგადამცემი ხაზის სტორი ჰესი ახალი თელავის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. მარიამ ქრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული თვითკმარობის მიღწევა და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. მინისტრის შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორც სტორი ჰესია. ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში 100 კილოვატი ელექტროგადამცემი ხაზით. სტორი ჰესი ახალი თელავით მოხდება, რომელიც ჰესის პარალელურად შევა ექსპლუატაციაში. მარიამ ქრივიშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი
ბანო ზარდიაშვილი გაეცნენ. მარიამ ქრუვიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროცესზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს. მინისტრის შეფასებით კახეთის რეგიონში სტორიჰესი ახალი თელავის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროგადამცემი ხაზის სტაბილურობას და გაუმჯობესებს აღმოსავლეთ საქართველოს ენერგეტიკულ გამტარუნარიანობას. კომპანია Hydro Invest GA ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22.4 მეგავატიან ცხენისწყალი ერთი ჰესის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს. 35 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების ენერგოპროექტის შეფერხების მიზეზი ლაჯანურის ქვესადგურის მშენებლობის შეჩერება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი მარგებაძემ BMJTV-ს გადაცემა რედაქტორში ისაუბრა. მარგებაძე ამბობს, რომ ლაჯანურის ქვესადგურის მშენებლობის შეფერხება ამ კონკრეტული პროექტის გარდა კიდევ 100 მეგავატ სიმძლავრის ჰესების პროექტის ონში ლენტეხში დამატებით კონკრეტულ სიმძლავრეებს ენერგოპროექტების შესრულება საფერხებს. უნდა აღინიშნოს, რომ რედაქტორში სტუმრობისას გიორგი მარგებაძემ განახლებადი ენერგიების ინვესტორებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განუვითარებელ ინფრასტრუქტურის გამოგცელთან მიერთება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ დაგროვილი მილიარდის ჯარიმების ჩამოწერა ენერგოპროექტების შეფერხების რიგით მეშვიდე მერვე დაბრკოლება. ოქტომბერში ქვეყანაში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. სამეკის ინფორმაციით 2025 წლის ოქტომბერში ესკოს შესაწყდი დენი თითქმის წლიურად 9.8%-ით 16 თეთრამდე გაუძვირდა. რა აძვირებს საბალანსო ელექტროენერგიას? ეს ენერგეტიკული კომპანია ფერის აღმასრულებელ დირექტორ ლაშა იორდანიშვილს ვკითხეთ. საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე მოქმედებს რამდენიმე გარე ფაქტორი, როგორც არის იმპორტირებული გაზის ფასი, იმპორტირებული დენის ფასი და ექსპლუატაციაში შესული ახალი ჰიდროელექტროსადგურები. ეს მოქმედებს ფასზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება გაზარდონ, რიგ შემთხვევაში შეიძლება შეამციროს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიან კალათში მოქმედებს შეწონილ ფასზე, ამბობს იორდანიშვილი. შარშან საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შესაწყდი ფასი 6%-ით გაიზარდა და კილოვატ-საათზე 5.6 ცენტი შეადგინა. სამეკის მონაცემებით 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალი დეკემბერში იყო. მომდევნო წლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირებას განვახორციელებთ საქართველოს რკინიგზაში. ამის შესახებ ქართული ოცნების ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრუვიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რესურსები მიმართოს სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებაში. ქრუვიშვილმა ასევე დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა ამჟამად გეგმავს სავაგონე პარკს. 120 ნახევარვაგონი დაამატოს, რისთვისაც 20 მილიონი ლარის ტენდერია გამოცხადებული. ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის ახალი სტადიონის აშენება. წყალტუბოში კი არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, რომელიც 5-დან 6000-მდე მაყურებელს დაიტევს. გათვალისწინებული იქნება მსაჯების, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის ოთახები და დოპინგ კონტროლის სივრცე.